მეოთხე სიტყვა, რომელიც თუ გინდა რომ მიზნებს მიაღწიო, უნდა ამოიღო შენი ლექსიკონიდან. და პირველი, ეს არის მე არ შემიძლია. თუ კი შენ იმეორებ და იყენებ ხშირად შენს ფრაზებში, რომ მე არ შემიძლია, ეს ვქნა შენ ქვეცნობიერს მუდმივად, ანუ აძლევ პროგრამას, რომ შენ რაღაცა არ შეგიძლია. და როდესაც დგება მომენტი, რომ რაღაცა უნდა შეძლო, სხეული გიბრუნებს ამ არ შემიძლიას და შესაბამისად შენ ჩერდები და არ აკეთებ, არ დგამ იმ ნაბიჯს. მეორე სიტყვა არის მე ვცდი. აი ვნახოთ ვცდი. ამოიღე ლექსიკიდან ამის ხმარება, იმიტომ რომ ვცდი ნიშნავს, რომ არ ვარ დარწმუნებული, გამომივა თუ არა და ხშირ შემთხვევაში ვთვლი შინაგანად, რომ შეიძლება არც გამომივიდეს. შესაბამისად, ამითაც შენ აპროგრამებ შენ თავს, რომ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ იმას, რასაც აპირებ, შენ გამოგივა და არ დგამ ნაბიჯს. მესამე, მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. როდესაც შენ ამბობ, რომ ვალდებული ხარ, შენ სხეულს ესმის ეს ისე, რომ შენ არ ხარ ის მთავარი ტიპი, ვინც წყვეტს. გააკეთოს თუ არა ის, რასაც აპირებ. შენ უბრალოდ ვალდებულება გაქვს ვიღაცასთან. შესაბამისად, აქაც შენ დგები რაღაც სუსტის და მსხვერპლის პოზიციაში, რომ ვალდებული ხარ ვიღაცასთან და ამიტომ აკეთებ რაღაცას. და არა იმიტომ, რომ შენ ასე გადაწყვიტე და შენ ეს გინდა. და მეოთხე სიტყვა არის მე მინდა. როდესაც ამბობ მე მინდა, შენს სხეულს, შენს ქვეცნობიერს ესმის, რომ შენ რაღაცა გინდა, მაგრამ გაურკვეველია ეს რაღაცა მოხდება, არ მოხდება, გააკეთებ, არ გააკეთებ. შესაბამისად, აქაც რჩები იმ პოზიციაში, რომ აი ამ მინდაში რჩები მუდმივად და ეს მინდა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ამოიღე ეს 4 სიტყვა ხმარებიდან, იმიტომ რომ ეს განაპირობებს, ეს გაყინებს შენ მსხვერპლის მდგომარეობაში, სუსტის მდგომარეობაში და იმაში, რომ შენ რაღაცა გეგმები გაქვს და გინდა, მაგრამ ვერ მიდიხარ ამ მიზანს.